მოგესალმებით FM-ს 5-9-ზე გემრიელი რეკომენდაციების დრო დადგა, თუმცა დღევანდელ გადაცემაში არ შემოვიფარგლებით მხოლოდ რეკომენდაციებით, თუმცა ესეც იქნება, რა თქმა უნდა, და ძირითადად ვაგიზიარებთ ინფორმაციას, რომელიც დღეს ყველაზე უფრო საჭირო და აქტუალურია, გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი გადაცემა დაეთმობა სურსათის უვნებლობას. რას ვჭამთ? მოწმდება თუ არა პროდუქტები, როგორ შეიძლება რომ მაღაზიის დახურზე მაგალითად მოხვდეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტი და ასე შემდეგ. შეკითხვა არის უამრავი და ამ შეკითხვას პასუხებს გასცემს ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაგული. მოგესალმებით ირაკლი და მადლობა სტუმრობისთვის. პირველ რიგში ხაზი მინდა აუცილებლად გაუსვა, რომ დღევანდელი სტუმარი არ არის სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი, ანუ არ წარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურას, არის დამოუკიდებელი ექსპერტი. რა თქმა უნდა, ჩვენთან ხშირად მოდიან ხოლმე სტუმრობენ სურსათის ეროვნულ სააგენტოდან, მაგრამ ამჯერად ვფიქრობ, რომ საჭიროდ ჩავთვალე მოკლედ, რომ დამოუკიდებელ ადამიანს გაეცა ამ შეკითხვებზე პასუხი. ირაკლი, რას ჭამთ და მოწმდება თუ არა, როგორია შემოწმების სტანდარტები საქართველოში? მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და ამ თემაზე საუბრისთვის. მოკლედ, როგორც საქართველოში და მოგეხსენებათ, რომ საქართველოს კანონმდებლობა მიახლოვებული არის ევროპულ კანონმდებლობასთან, კონკრეტულად სურსათის უვნებლობის მიმართულებით. არსებობს საქართველოში თვითონ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს, რომელიც არის სურსათის ეროვნული სააგენტო, აქვს ესეთი შემოწმების მეთოდი, ანუ რისკის შეფასების საფუძველზე. ანუ ეს მოიცავს იმ ობიექტების შემოწმებას, რომელიც ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი არის და შესაბამისად შემოწმებაც დგება იმის მიხედვით, თუ რომელი ობიექტი რა რისკის მატარებელია. ყველაზე მეტად მოწმდება, რა თქმა უნდა, ისეთი ობიექტები, რომლებიც ყველაზე დიდი რისკის მატარებლები არიან და შემდეგ ეს მოდის თვითონ კლებადობის მიხედვით. ყველაზე ბევრი შემოწმება წელიწადში უწევთ ისეთ ბიზნეს ოპერატორებს, რომლებიც მაგალითად ამუშავებენ ცხოველური წარმოშობის სურსათს. ხორცის პროდუქტები, კვერცხი, ასევე ძალიან ხშირად მოწმდება ცხოველების სასაკლაო. რადგან დიდი რისკის მატარებელია, სადაც ხდება უშუალოდ ცხოველების დაკლა და შემდეგ უკვე ბაზრისთვის მიწოდება. ეს ორი დასახელების, ან ორი მიმართულება არის, რომელიც ყველაზე დიდი რისკის მატარებელია. ერთი არის ცხოველების სასაკლაო და მეორე არის ცხოველური წარმოშობის სურსათის ბიზნეს ოპერატორები, რომლებიც წელიწადში ყველაზე ხშირად მოწმდებიან. როგორც ჩემთვის ცნობილია და თვითონ სააგენტოდანაც განაცხადეს, მაგალითისთვის ძის კომპანიები წელიწადში მოწმდებიან 8-ჯერ. ანუ 4 გეგმიური ინსპექტირება არის და 4 შემდეგ გადამოწმება. ანუ 8-ჯერ მოწმდება თითოეული ძის გადამამუშავებელი კომპანია და ეს არის ეს საკმარისია, ანუ როგორია საერთაშორისო სტანდარტი? საერთაშორისო სტანდარტი განსაზღვრავს ზუსტად ამას და საერთაშორისო ნებისმიერ ესეთ ქვეყანაში, განვითარებულ ქვეყანაშიც მსგავსი შემოწმების მეთოდი არსებობს. ეხლა მომხმარებლებს სურთ, რომ რატომღაც ძალიან ბევრჯერ შემოწმեն, მაგრამ ეს შემოწმებაც გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ბიზნეს ოპერატორია რეგისტრირებული, ეს შემოწმება ჩემი აზრით საკმარისია. რა თქმა უნდა, მომხმარებლებს სურთ, რომ იყოს ძალიან ბევრი და კი ბატონო იყოს ბევრი, უბრალოდ საქართველოს მაკონტროლებელ ორგანოს და არც სოფლიოში, არც ერთ ქვეყნის მაკონტროლებელ ორგანოს არ აქვს იმხელა რესურსი, რომ ყველა ბიზნეს ოპერატორი შემოწმდეს თვეში ერთხელ. ხო, ეს მაგალითად მინდა მომხმარებელმა და ჩვენმა მსმენელმა წარმოიდგინოს, რომ მაღაზიაში როდესაც შევდივართ, აი რამდენი პროდუქტი დევს, ალბათ 1000 დასახელების, ხო, მაღაზიასაც გააჩნია, შეიძლება უფრო მეტიც იყოს. და როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ყოველდღიურად თითოეული პროდუქტი ყველა მაღაზიაში და მთელი საქართველოს მასშტაბით მოწმდებოდეს? ამას ალბათ არ ვიცი რა რესურსი. ამას ფიზიკურად არ ეყოფა რესურსი, აი მაგალითისთვის რა ვიღოთ, მაგალითად საქართველოში ისეთი ბიზნეს ოპერატორი და კომპანია, რომელიც ქვის გადაამუშავებს ამ პურის მიმართულებით, ამ საკონდიტეროს მიმართულებით დაახლოებით 26000 ბიზნეს ოპერატორი რეგისტრირებული. მარტო ერთი მიმართულებით. ანუ ამაში შედის თონე შედის საცხობი, მაგალითად, ვინც პურს აცხობს და ასე შემდეგ და მარტო ეს მაგალითი რო ავიღოთ, ხო, მაშინ მარტო ეს უნდა შემოწმდეს ესეთი მიმართულება და ესეთი მიმართულება ძალიან ბევრია და მხოლოდ ესაც რო შემოწმდეს, ესაც რო შემოწმდება თავიდან ბოლო, ანუ სრულყოფილად ყველა ბიზნეს ოპერატორი გამორიცხულია, უბრალოდ რისკის შეფასების საფუძველზე ხდება ამ ობიექტების შემოწმება და მოწმდებიან ის ობიექტები ყველაზე ხშირად, სადაც ყველაზე მაღალი რისკი არის. როგორც აღნიშნეთ, ეს არის ცხოველური წარმოშობის სურსათის ბიზნეს ოპერატორი და სასაკლაოები და შემდეგ უკვე მოყვება ეს რისკის მიხედვით ობიექტების შემოწმება და მოწმდება, ანუ ყველა ობიექტის ინფორმაცია აქვს სურსათის ეროვნულ სააგენტოს
როდესაც ბიზნეს ოპერატორი რეგისტრაციას გადის, იმ მომენტიდან ეგზავნება სააგენტოს მის შესახებ ინფორმაცია და უფლებამოსილი ნებისმიერ დროს გადაამოწმოს და შეამოწმოს. მათ აქვთ ორი შემოწმების მეთოდი, ერთი არის გეგმიური ინსპექტირება, რომელიც ხო, აი ეს რო გადმარტოთ რას ნიშნავს? ანუ გეგმიური ინსპექტირება, რომელიც ზუსტად ამ რისკის ანალიზის საფუძველზე დგინდება და წინასწარ გაწერილია, სად რომელი ობიექტი უნდა შემოწმდეს წლის განმავლობაში და მეორე არის არაგეგმიური ინსპექტირება, რომელიც უკაცრავად გეგმიური შემთხვევაში ინფორმირებულია კომპანია არც ერთ შემთხვევაში, არც გეგმიური ინსპექტირების შემთხვევაში და არც არაგეგმიური ინსპექტირების შემთხვევაში არც ერთი კომპანია ინფორმირებული არ არის. ნებისმიერი სურსათის ეროვნული სააგენტოს მისვლა და შემოწმება ეს არის გაუფრთხილებლად და მოულოდნელად, იმიტომ რომ ესეთი რაღაც არ ხდება არც საქართველოში, არც მომხდარა და არც სოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. და მეორე მიმართულება ეს არის არაგეგმიური ინსპექტირება, რომელიც ხდება საჩივრის საფუძველზე, როდესაც ფაქტი აქვს ადამიანის კვებით მოშხამვას, ან რამე ისე დარღვევას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და ხდება სააგენტოსთვის მიმართვა. ამ შემთხვევაში მომხმარებლის საჩივრის საფუძველზე და ესეთი არაგეგმიური ინსპექტირება შეიძლება განხორციელდეს მაგალითად წლის განმავლობაში ერთ ობიექტზე რამდენჯერმე გააჩნია ეს ობიექტის დარღვევებს და როგორ მუშაობს და ასე შემდეგ. ყოფილა შემთხვევა მე თვითონაც ერთი ობიექტი თვეში ერთხელ შედიოდა საჩივარი და საჩივარიც ისეთი იყო, რომ სააგენტო მიდიოდა და შესაბამის ზონებს ატარებდა კანონმდებლობის შესაბამისად. მომხმარებლის საჩივრის საფუძველზე ვთქვით და აქ იკვეთება მომხმარებლის პასუხისმგებლობაც. ანუ ჩვენც უნდა ვიმონაწილეოთ ამ პროცესში, იმიტომ რომ მხოლოდ სახელმწიფო უძლურია და რატომ არის უძლური ეს მიზეზი უკვე დავასახელეთ და აი როგორ ხდება მიმართვა ან რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ? აი თუ მოვიწამლეთ, თუ აი რა ტიპის დარღვევის შემთხვევაში, როგორ უნდა ამოვიცნოთ დარღვევები და ასე შემდეგ. მსოფლიოში არსებობს სურსათის უნებლობის ესეთი მოდელი, ქვია ფერმიდან სუფრამდე. ეს არის სურსათის უნებლობის ჯაჭვი, რომელიც იწყება ფერმაზე და სრულდება სუფრაზე. ამ ჯაჭვში შემავალი ნებისმიერი კომპანია იქნება ეს სახელმწიფო კონტროლებული ორგანო თუ მომხმარებელი, ესენი შედიან ამ ჯაჭვში. ყველა უნდა ზრუნავდეს სურსათის უნებლობის დაცვაზე და ყველას თავისწილი პასუხისმგებლობა აქვს, წარმოებლის თავისწილი პასუხისმგებლობა აქვს, დისტრიბუტორს თავისწილი პასუხისმგებლობა, მაღაზიას თავისწილი პასუხისმგებლობა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, ანუ ბოლო რგოლი ამ ჯაჭვში ეს არის მომხმარებელი, რომელსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია იმ სახით, რომ როდესაც მომხმარებელი შეიძენს მაგალითად მალფუჭებად სურსათს და თელღის განმავლობაში შეიძლება კონდეს მანქანაში 40 გრადუს სიცხეში და სახლში მიიტანს და აღმოაჩენს, რომ უკვე გაბერილია და დაობებულია, ან სუნი აქვს, ეს უკვე მწარმოებლის ბრალი აღარ არის, იმიტომ რომ იმან დაარღვია შენახვის პირობები, ანუ ვერ მიიტანა დროულად სახლამდე ეს ობიექტი, ესეთი პროდუქტი. გარდა მაგის, როდესაც შევდივართ, ეს იქნება მაღაზია, ეს იქნება აგრარული ბაზარი თუ ნებისმიერი საცხობი ამ მსგავსი პროდუქტი, სადაც ჩვენ მივდივართ იმისთვის, რომ შევიძინოთ პროდუქტი, ანუ მივიღოთ რამე სერვისი, ასე ვთქვათ, სარესტორნო. თუ ხედავთ რამე ისეთ დარღვევას, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესთან ჯანმრთელობას, მაშინ შეგვიძლია დავრეკოთ სააგენტოს ხელხაზე და ჩავაყენოთ საქმის კურსში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევა არის მასშტაბური და საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. ანუ პატარა რაღაცაზე უბრალოდ ამის გემო არ მომეწონა და რაღაც რესტორანი გარედან არ მომწონს, მაგაზე რა თქმა უნდა კონკრეტული მიზეზი უნდა იყოს და ეს კონკრეტული მიზეზი უნდა იყოს ისეთი, რამაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს. ერთი კონკრეტული პროდუქტი რომ ავიღოთ, უფრო გასაგები იქნება მსმენელისთვის, ამაგლად კვერცხი იწარმოება სადღაც ფერმაში. ანუ ფერმერის პასუხისმგებლობაა, რომ ეს კვერცხი ჯერ ერთი ქათამიკვებოს კარგად, ანუ იმ საკვებით, რაც არის კანონით დასაშვები, შემდეგ კვერცხი რეალიზაციამდე შეამოწმოს სხვადასხვა სალმონელას და ასე შემდეგ. ეს არის მწარმოებლის პასუხისმგებლობა. ეს ყოველდღიურად უნდა მოხდეს, აი როგორ ხდება იქ ადგილზე. ნებისმიერი ბიზნეს ოპერატორი, მწარმოებელი იქნება ეს თუ დისტრიბუტორი იქნება, რომელიც ანთავსებს სურსათს ბაზარზე, განთავსებამდე აუცილებლად უნდა უზრუნველყოს, რომ ეს სურსათი ან ეს პროდუქტი იყოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და უნებელი. ეს არის თვითონ ბიზნეს ოპერატორის ვალდებულება, რომ როდესაც აწარმოებს რამე პროდუქტს და სურსათს, ბაზარზე განთავსებამდე აუცილებლად უნდა დამოწმდეს მის უნებლობას და ხარისხს. ეს არის თვითონ ვალდებულება კანონის მიერ მინიჭებული, იმიტომ რომ როდესაც წარმოებელია, მას ეს ვალდებულება აქვს, როდესაც რაღაც გააკეთებს, ანამ ბაზარზე განათავსებს, უნდა დარწმუნდეს მის უნებლობას. შემდეგ ბაზარზე როდესაც განათავსებს
მის უნებლობაზე შემდეგ უკვე პასუხისმგებელია მაღაზია რეალიზაციის იღებს, ადგილი მჰმ. მაღაზია, იმიტომ რომ მან უნდა დაიცვა შენახვის პირობები და რეალიზაციის პირობები, ვადები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და შემდეგ უკვე ამ ორ გოლს აკონტროლებს რუსეთის ეროვნული სააგენტო რამდენად კეთილსინდისიერად შეასრულა თითოეულმა თავისი საქმე. ანუ ეს არის ასე ვთქვათ ბოლო გოლი მომხმარებლამდე, ვისაც შეუძლია გადაამოწმოს რამდენად უნებელი სურსათი მოვიდა ჩვენამდე. თუმცა ეს როგორც გავიგეთ და როგორც კი, ლოგიკურია, კი, კი. ყოველდღიურად ვერ მოხდება და მაინც ყოველდღიურად ვერ გამოჭერის მოხდება და- პრინციპია, და რომ მაინც სადმე ამ უმეტესწილად მაინც დამოკიდებულია ეს თვითონ ბიზნეს ოპერატორის კეთილსინდისიერებაზე, იმიტომ რომ ყველაფერი არ არის რომ კანონმა რაღაც დაარეგულიროს, არსებობს რაღაც სინდისი, რომელიც უნდა გააჩნდეს ამ შემთხვევაში ჩემ არც ვსვიტყვი, რა თქმა უნდა, ბიზნეს კეთილსინდისიერება თან მით უფრო რომ ადამიანის ჯანმრთელობასთან გაქვს საქმე, აქვს მშობელს აწარმოებ, ხო? ანუ არის რაღაც ის პროდუქტი, რომელიც ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირში არ არის და რა თქმა უნდა, ტყუილი არც იქ არ ვარგა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება საქმე. თუმცა ჩვენ მომხმარებლები ვიღაცა კონკრეტული მეწარმის კეთილსინდისიერებაზე დამოკიდებულები ვერ ვიქნებით. აქ უფრო ალბათ მუშაობს ჩემ სუბიექტურ აზრს მოგახსენებთ, რომ როდესაც რაღაცა ტიპის დარღვევა არის, აუცილებელია რომ სურსათერმულო სააგენტომ ხალხს გააგებინოს, რომ რაღაცნაირი არ ვიცი დასჯა თუ არის კარგი სიტყვა, ვიცით ჩვენ რომ არსებობს ჯარიმები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში შეიძლება მეწარმეს წარმოებელს უღირდეს იმ ჯარიმის გადახდა, მოგება იმდენად დიდი აქვს, რომ თანაფარდობა ისეთია მნიშვნელოვნად განსხვავებული, მაგრამ ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, ზეწოლა არის მომხმარებლის ინფორმირებულობა, რომ შემდეგ რაღაცა პერიოდით მომხმარებელი არ იყიდის იმ კონკრეტულ პროდუქტს და იმდენად დიდ ზარალს ნახავს კომპანია, რომ ეს იქნება ძალიან დიდი მაგალითი სხვებისთვის. და ალბათ, არ ვიცი, კეთილსინდისიერება რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ამის იმედად ვერ იქნება ადამიანი. ამიტომ უფრო კარგი მექანიზმი ჩემი აზრით არის მომხმარებლის პასუხისმგებლობა სწორედ ამ თვალსაზრისით, რომ ის რომ რაღაცა პერიოდით, თუნდაც ერთი კვირა თქვას ყველა მოარი მე კონკრეტულ პროდუქტს, ეს არის მილიონობით ზარალი და სხვა კომპანიას ამის მაგალითზე რა თქმა უნდა უფრო ინტენსიურად შეამოწმებს თავის პროდუქტს, თვითონაც ეს ამბავი არ დაემართოს. ეს ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, დასჯის მეთოდი არის, როდესაც მომხმარებელი უარს ამბობს მის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე, ვიდრე რაღაც გარკვეული ჯარიმა კანონმდებლობის შესაბამისად. ანუ ყველაზე თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ რაღაცა თუ დაუშვათ დარღვევა დაფიქსირდა დღეს რაღაცასთან დაკავშირებით პური მაგალითად იყო პურში აღმოჩნდა რაღაცა ეს არ ნიშნავს რომ შარშანაც იყო და მომავალ წელსაც იქნება. ეგ რა თქმა უნდა ზუსტად მაგას დავამატებდი მე, იმიტომ რომ ეხლა ან თუ ხდება ფაქტი რამე დარღვევის, კონკრეტულად ხდება იმ პარტიაზე, იმიტომ რომ ნებისმიერი პროდუქტი წარმოების პროცესში იყოფა პარტიებად. და როდესაც თვითონ შემოწმებაც ხდება, გინდაც საზღვარზე, გინდაც უშუალოდ ბიზნეს ოპერატორის მიერ მთლიანი პარტიიდან მხოლოდ ერთი ნიმუშის შემოწმება ხდება. და არა ყველას თითოეულს რა თქმა იმიტომ რომ გამორიცხულად შეიძლება ერთ პარტიაში იყოს 10000 და ცალი ერთდასახელების პროდუქტი და ეს არის პარტია. თუ დარღვევა არის ერთ პარტიაში, იქნება ყველაში და თუ დარღვევა არის ამ ერთ კონკრეტულში, მაშინ პარტიაში დარღვევა იქნება. თვითონ შემოწმება ესეა, თვითონ ბიზნეს ოპერატორიც ესე ამოწმებს, რომ როდესაც გამოდის სარეალიზაციო პროდუქტი, ხდება ერთ პარტიიდან თითო ცალი ნიმუშის აღება და შემოწმება შემდეგ. კი, მე ვიყავი კვერცხის მწარმოებელ ერთ-ერთ კომპანიაში და დავინტერესდი ამ საკითხით და რა თქმა უნდა, ყველა კვერცხს სათითაოდ კი არ ამოწმებენ, რაღაცა პარტიის ყველა მე 30-ე კვერცხს თუ რაღაც აი ესე ხდებოდა, აღარ მახსოვს. ცოტა განსხვავებით არის, მაგალითად, რო ვიღოთ რაიმე, მაგალითად არაჟნის შემთხვევაში შეიძლება 10000 ცალიდან ჩამოისხას დამზადდეს და ერთი ნიმუში იყო, იმიტომ ერთი პარტია, ერთი ნედლეულია გამოყენებული, ერთ დროს არის ჩამოსხმული და თუ ერთი ცალი არის ჯანსაღი და უნებელი, ყველა იქნება მსგავსად უნებელი და ჯანსაღი. მე მაინტერესებს აი წელიწადში 8 ნიმუში 8ჯერ მოწმდებაო, მაგალითად რძის კომპანიები, ხორცის სასაკლოები და ასე შემდეგ. ეს არის ყველაზე ხშირი შემოწმება, ხო, რაღაცა პროდუქტები უფრო ნაკლებად და ეს ინტენსივობა მომავალ წლებში გაიზრდება, უფრო მეტად შემოწმდება თუ სად არის აი ზღვარი სად მთავრდება და როგორ იყო მაგალითად წინა წლებშიც ესე მოწმდებოდა, სულ ესე მოწმდებოდა მოკლედ. ეს თვითონ სააგენტოზეა დამოკიდებული რა პრინციპით შეამოწმებს და როგორ ჩათვლის საჭიროდ, ანუ ეს რისკის შეფასების საფუძველის
შედეგად დგება და გაზდის თუ არა ამ პერიოდულობაში შემოწმების არ ვიცი, მაგრამ ზოგადად ეს ბოლო წლებია, რაც მე მაქვს ინფორმაცია, მსგავსად მოწდება, იმიტომ რომ თვითონ ეს საერთაშორისო სტანდარტია შემოწმების რისკის ანალიზის საფუძველზე და ანუ ხელმძღვანელობს როგორც საერთაშორისო ქვეყნები მას. ხო, მე ვიცი რომ ჩვენ როდესაც გავაფორმეთ 2016 წელს თუ ვთქვი ასოცირების ხელშეკრულება, იქ ავიღეთ საქართველოს აიღო ვალდებულებები. მანამდე მე მგონი არც არაფერი დიდად არ მოწმდებოდა. 2015 წელს როდესაც გაფორმდა ევროპასთან ღრმა და ყოვლის მომცველი სავაჭრო ხელშეკრულება, ასე ვთქვათ, იმის მერე დაიწყო ძალიან ბევრი დადგენილებების და თუ სტანდარტების და სისტემების მიღება საქართველოს კანონმდებლობიდან. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ზუსტად 2015 წლის შემდეგ, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. თუმცა ეს არ ხდება ერთ დღეში, ეს კი ბატონო, ეს არ ხდება ერთ დღეში, ეს არც ერთ წელში ხდება, ეს პერიოდია და ამ პერიოდის შესაბამისად ნელ-ნელა ვეწევით კონკრეტული დადგენილებები შემოდის, აი მაგალითისთვის დღეს რო შეგვიძლია ბაზარზე რომ დავარჩიოთ მაგალითად რომელი არის არაჟანი და რომელი ძის შემცვლელი პროდუქტი ზუსტად ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გამო არის ეს, რომ შეგვიძლია მაგალითად რომ თუ ყველი დამზადებული არ არის ძეზე მას სახელში არ უნდა ესაც სწორედ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გამო არის მომხდარი და კიდე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის დღესდღეობით ყველა სურსათის ბიზნეს ოპერატორი, ეს იქნება დიდი წარმოება თუ მცირე წარმოება, ვალდებულია რომ დანერგილი ქონდეს სურსათის უნებლობის სისტემა HACCP, რომელიც განსაზღვრავს, აფასებს და აკონტროლებს იმ საფრთხეებს, რომლებიც წარმოების პროცესში შეიძლება წარმოიშვას და სწორედ ეს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად მიიღო საქართველოს ჩვენ ამ სტანდარტზე ვართ? ამ სტანდარტზე ვართ, უკვე შესულია ძალაში და ყველა ბიზნეს ოპერატორი ვალდებულია რომ ეს სისტემა დანერგილი ქონდეს. უბრალოდ სასაკლაოებისთვის და ძის განამამუშავებელი კომპანიებისთვის 2015 წლიდანვე არის სავალდებულო. იმიტომ რომ ყველაზე მაღალი რისკი არის და შესაბამისად 3 წლის წინ გახდა სავალდებულო რესტორნებისთვის, ხორეკა სექტორისთვის და ასე შემდეგ. ნელ-ნელა ყველა ბიზნეს ოპერატორისთვის ხდება ეს სავალდებულო და ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს დადგენილი საფრთხეები და შემდეგ უნდა კონტროლდებოდეს ეს საფრთხეები. და ეს ვალდებულება სახელმწიფოს მხრიდან, რომ ყველა ბიზნეს ოპერატორმა ქონდეს ეს დანერგილი, ასე ვთქვათ, ეს სისტემა. ანუ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი დადებითი მხარე, ბევრ მხარესთან ერთად, ესეც არის, რომ ჩვენი სურსათი გაცილებით უფრო უსაფრთხოა 2016 წლიდან და უფრო უმჯობესდება, ვიდრე ეს იყო 2016 წლამდე. მათ შორის რაც ახსენეთ და აქვე კიდევ რეკომენდაციის სახით მინდა მსმენელს უთხრა, მაგალითად, როდესაც შედიხართ მაღაზიაში და გინდათ იყიდეთ ნატურალური არაჟანი, მაწონი თუ ასე შემდეგ, აუცილებლად უნდა დააკვირდეთ ეტიკეტს და მასზე მითითებულ სიტყვას. ანუ რასაც ყიდულობთ, ის სიტყვა უნდა ეწეროს. თუ არ წერია და წერია არ მინდა ჩავავთვალო ხო კომპანიები რა თქმა უნდა, მაგრამ თუ წერია მაგალითად სხვა სიტყვა არაჟნის მაგივრად, ნებისმიერ სიტყვა შეიძლება ეწეროს, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის სტანდარტით დამზადებული არაჟანი. ანუ ეს არის მცენარეული ცხიმის გამოყენებით დამზადებული. სახამებლის და ასე შემდეგ. რაც ამ წესით ამ პროდუქტში არ უნდა იყოს. ანუ აღდგენილი ძით იყოს დამზადებული, მაგრამ მაგალითად კარაქი იყოს გამოყენებული და შეიძლება ეს პროდუქტი იყოს არაჟანი, მაგრამ თუ გამოყენებულია მცენარეული ცხიმი, უკვე არაჟნის სახელის გამოყენება არ შეიძლება და მაგრამ ასეთი პროდუქტის გაყიდვის უფლება წარმოებელს აქვს, დარღვევა არ არის პირიქით, თუ მსგავსად მოწესრიგებული აქვს და გეოვნება მწარმოებელი რა პროდუქტს ყიდის, დარღვევა არაფერი არ არის, უბრალოდ მომხმარებელმა უნდა იცოდეს გარჩევა. და ასევე ყველზეც მაგალითად აი თუ სახელში აწერია სახაჭაპური, ეს ყველი არ არის. ხო, ან სოფლის, ან ყინტი, ან ასე შემდეგ. სიტყვა ყველს თუ ყიდულობთ სიტყვა ყველი უნდა ფიგურირებდეს, ეს ნიშნავს რომ ძით დამზადებული. კი, ნამდვილად ძით დამზადებული. ამ შემთხვევაში უკვე ფხვნილი დამზადებული არ შეიძლება, აუცილებლად უნდა იყოს ძეზე დამზადებული და ეს არის მხოლოდ მაგრამ აქ იცით რა კითხვა უჩნდებათ ხოლმე და ამაზეც მინდა რომ გავცეთ პასუხი ხშირად კომენტარებში გწერენ, რომ აი რატო იყიდება ის თუ არ არის ნატურალური, რატომ არ გრძალავენ და ეს ალბათ აკრძალული არ არის, არსად არ არის ეს დავებოთ. აკრძალული შესაძლებელია არ იყოს პროდუქტი მსგავსი ინგრედიენტებით დამზადებული, უბრალოდ ამ შემთხვევაში არის სახელის გამოყენება, რა სახელი უნდა ერქვას თორე ის ინგრედიენტები რაც შეგნით არის შემოვალი, ყველაფერი დაშვებულია, გამოიყენება საქართველოსთვის და მისაზღვრებს გარეთ.
უბრალოდ სწორად უნდა იყოს სახელი მითითებული ამ შემთხვევაში და ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს აუცილებლად ეტიკეტში რომ მომხმარებელს დაუტოვონ მომხმარებელს არჩევანი, ჰქონდა როგორზე და სწორედ აი ეს ეტიკეტირების წესი ზუსტად ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებისგან არის შემოსული და ეხლა მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ პროდუქტზე სრულყოფილი ეტიკეტი ჰქონდეს. აქ იყოს ალერგენები გამუქებული, იყოს მომზადების წესი თუ ისეთი პროდუქტია, რომელსაც შემდეგ მომზადებას წერია, მოხარშვა ან შეწვა ან რაღაც და ანუ ეტიკეტზე ზოგადად ბევრი ინფორმაცია უნდა ეწეროს პროდუქტს, ანუ მისი შინაარსობრივი ინგრედიენტები, კილოკალორიულობა და ასე შემდეგ. კი, ამის აუცილებლობაზე ეტიკეტის კითხვის აუცილებლობაზე გქონდა ჩვენ გადაცემა და ვისაც არ უნახავს რადიმეს Facebook გვერდზე შეუძლიათ ნახონ, იმიტომ რომ მომხმარებლის პასუხისმგებლობაც არის მას აქვს არჩევანის თავისუფლება როგორ პროდუქტზე გააკეთებს არჩევანს, მაგრამ თუ არ იცის რას უნდა მიაქციოს ყურადღება კითხვის დროს ვერ გააკეთებს ამ არჩევანს. ამიტომ ეტიკეტირებას და მის კითხვას თავისი წესი აქვს და ეს წესები ჩვენ გავაცანით. მაგალითად გაყინულ პროდუქტებს უწერია რომ ხელმეორედ არ გაყინოთ. გამოკვეთილად არის ეტიკეტში, მაგრამ ამას იშვიათად შეიძლება დააკვირდეს ადამიანი და გამღოლი პროდუქტი კიდე ხელმეორედ გაყინოს. ანუ ინფორმაცია ზოგადად პროდუქტებს აწერიათ თითქმის ყველას სრულყოფილი. ესაც რა თქმა უნდა კონტროლდება სურათმცემლობის სააგენტოს მიერ. რამდენიც სწორად არის ეტიკეტირება. რამდენიც სწორად არის ეტიკეტირებული და ამდენად სრულყოფილი ინფორმაცია აქვს ადგენილება 301-ის მიხედვით და ჩვეულებრივად არის ხოლმე მის ფაქტებიც, რომ ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის ისწრება ბიზნეს ოპერატორი. ხო, მე როგორც ვიცი, ეტიკეტირების დარღვევის დროს ამოიღებენ, უნდა ამოიღოს ბიზნეს ოპერატორმა ეს ახალი პროდუქტის გამოყენების უფლება აქვს. უბრალოდ თავიდან ეტიკეტირება და თავიდან უნდა მოხდეს ეტიკეტირება. როცა რამე დარღვევა ხდება, მაშინ უნდა მოხდეს მაგალითად გამოთხოვა და განადგურება თუ კი კანონმდებლობის შესაბამისად თუ რამე საფრთხის შემცველია ეს პროდუქტი. ეტიკეტირების შემთხვევაში ახალი ეტიკეტით უნდა ჩაანაცვლოს ეს პროდუქტი. იცით როგორ შეკითხვა მაქვს რომ გავმიჯნოთ რა სხვაობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ და არაჯანსაღ პროდუქტებს შორის. იმიტომ რომ ხშირად მომხმარებელი რატომ იყიდ რაღაცაზე რომ ვაკეთებთ ხოლმე გადაცემას და ვამბობთ რომ ვაფრთხილებთ მაგალითად მშობლებს რომ ეს მაგალითად ბავშვებისთვის არ არის კარგი, კონკრეტული რაღაც ტკბილეული იქნება და ამ შემდეგ პირველი კითხვა რაც მომხმარებელს უჩნდება, აბა რატო იყიდება, რატო არ არის რატო არის გაყიდვაში და როგორ ხდება მაღაზიის დახლებზე და აი ეს რომ თქვათ, სად არის სურსათმცემლობის სააგენტოს პასუხისმგებლობა ამ თვალსაზრისით და სად უკვე მომხმარებლის. შაქარი არის ხოლმე ამის ყველაზე კარგი მაგალითი. ანუ თავარი არის რომ ის ინგრედიენტი, რითაც დამზადებული არის ესა თუ ის პროდუქტი, იყოს დაშვებული, შეიძლება ის გამოყენება და ის იყოს უნებელი ადამიანის ჯანმრთელობისათვის. აი მაგალითად შაქარზეც რო აღვნიშნოთ, ხომ ყველამ იცით რომ შაქრის მავნებელია, მაგრამ აკრძალული არ არის და ამაც ვერც აუკრძალავთ, ვერც ვერავინ უზრუნველყოფს ამის ამოღებას. უბრალოდ ეს არის თვითონ ადამიანს დამოკიდებული, ამდენად სურს ამ შაქრის მიღება. გარდა ამისა, ბევრი ინგრედიენტები არსებობს, რომელიც დაშვებულია, რომლის გამოყენებაც შეიძლება და ამას ვერ გააკონტროლებს ვერავინ რომ ამოღებული იქნეს. მაგალითად, რატომღაც ემულგატორებზე ყველა ცუდი წარმოდგენა აქვს, მაგრამ ემულგატორები ასევე არის, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს სურსათის უვნებლობაში ზუსტად და თუ არ ხდება მაგალითად კონკრეტული დანამატების გამოყენება ემულგატორების ფორმით, ვერ მივიღებთ რაღაც გარკვეული დასახელების პროდუქტებს, მაგალითად ძეხვს და ასე შემდეგ. აი ძეხვზე მინდა თქვა, სწორედ რა ქვია, მის ფორმირებაში თამაშობს ეს დანამატები დიდ როლს, იმიტომ ეს ფორმის რო იყოს, ესეთი კონსისტენციის, ესეთი ფერის და ასე შემდეგ. ნატრიუმის ნიტრიტი არის ესეთი დანამატი, რომელიც კანცეროგენულია საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჩვენ ჩავწერეთ ადამიანი, რომელიც ანუ ჯანდაცვის საფრთხე ორგანიზაციის კიბოსკვლევის ნაშრომების ხელმძღვანელი, მან გითხრა, რომ თუ ადამიანი ყოველდღიურად იღებს 50 გრამ სოსის და ძეხვეულს, ალბათობა იმისა, რომ მას შეიძლება სამომავლოდ კიბო განუვითარდეს, 18%-ით იზრდება. ანუ კანცეროგენულია ნებისმიერ შემთხვევაში და ამ დროს გვეკითხებიან, რომ მაშინ რატო იყენებენ? იყენებენ იმიტომ, რომ მის გარეშე ძეხვის და სოსისის წარმოება ვერ მივიღებთ. თვითონ მაგის გამოყენებას თვითონ წარმოებაში ძალიან დიდ კონტროლს გადის, ანუ სპეციალური სასწორებით იწორება. კი, 30 გრამი არის კილოგრამი. რომელიც სასწორით ანუ დაკალიბრებულია და შემოწმებულია შესაბამისი ორგანოს მიერ და იქ ძალიან გრამებსაც მნიშვნელობა აქვს და შესაბამისად კონტროლდება, რომ ზედმეტი არ მოხდეს. ანუ ზუსტად ეგეთი ინგრედიენტი, ანუ რაღაცისთვის ჭირდება აბსოლუტურად პროდუქტს, რომ მიიღოს რაღაცა გემო და
ანუ შეიძლება რაღაცა იყოს არაჯანსაღი და არ უცნობს, მაგრამ ეს იყოს დაშვებული და ამის გამოყენება შეიძლებაოდეს და ყველა იყენებდეს. კი, იმიტომ რომ ამ დანამატის გარეშე ბოტულიზმის საფრთხე არის ძალიან დიდი და ბოტულიზმი უდიდესი საფრთხეა და ეს ჯანმრთელობის თან მომენტალური საშიში კვებითი ინტოქსიკაცია, რომელიც ძალიან ხშირად ფატალურად თავდება და ძალიან ცუდი რამეა. და სწორედ ამიტომ იყენებენ ნატრიუმის ნიტრიტს, რომ ეს საფრთხე აგვარიდან, თუმცა სხვა საფრთხე ჩდება. ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობა არის, რომ ჩვენ თვითონ ხშირად არ მივიღოთ ძეხოული და სოსისი. ამას სულსაც ეროვნული სააგენტო და ვერც ვერავინ სოფლიოში ვერ თავი არის, რომ ინფორმირებული იყოს მომხმარებელი თვითონ, ანუ რა უნდა როგორი პროდუქტი უნდა შეიძინოს და ეს ინფორმაცია ქონდეს და მე უკვე არჩევანი უკვე თვითონ მომხმარებელზე დამოკიდებული რა სახის პროდუქტი შეიძინოს. თავი ეს ინფორმაცია ქონდეს და ეს ინფორმაცია თუ ეტიკეტზე საჭირო განთავსება, ეტიკეტზე იყოს განთავსებული. მე უკვე მომხმარებელი ირჩევს რა ტიპის პროდუქტი შეიძინოს. კი ბატონო, რაღაცნაირად შეჯამება რომ გავაკეთოთ, ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს რა არის, ყველაზე მეტი დარღვევა თქვენ ინფორმირებული ხართ, იმიტომ რომ მუდმივად ეცნობით ხოლმე კვლევის შედეგებს და აი ყველაზე მეტი დარღვევა სად ფიქსირდება ხოლმე სულსაცერული სააგენტოს მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად და გამოსავალზეც რო ვისაუბროთ, აი ყველაზე კარგი გამოსავალი რა შეიძლება რომ იყოს. ისევ როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც ეს სურსათის უნებლობა და უნებელი სურსათის წარმოება და შემდეგ ბაზარზე განთავსება ერთგვარი გამოწვევას სახით არის, იმიტომ რომ რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტი ბიზნეს ოპერატორი გამოდის ბაზარზე, უფრო მეტი დასახელების პროდუქტი გვხვდება დახლებზე და შესაბამისად კონტროლის უფრო მეტი სჭირდება. ამაზე ვისაუბრებთ უკვე ამ კონტროლის პერიოდულობაზე. და ანუ ყველაზე ხშირად ანუ მაინც ხვდებით ისეთ ობიექტებზე დარღვევას, რასაც თვითონ სააგენტოც თვითონ აფიქსირებს თავის საიტზე და ეს ინფორმაცია საჯაროა, მე დავუნიშნო რომ ნებისმიერი მათ მიერ განხორციელებული შემოწმების მეთოდი, ეს იქნება ინსპექტირება, ზედამხედველობა თუ მონიტორინგი, საიტზე განთავსებულია ყველა შესაბამისი ინფორმაცია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შევიდეს და გაეცნოს თუ სად რა ობიექტი რა დროს შემოწმდა და დაჯერებდა თუ არა ეს ობიექტი. და შემდეგ უკვე ყველაზე ხშირი დარღვევა მე რაც მაქვს ინფორმაცია, მე რასაც ხვდები, ეს არის სტრაფიკობის ობიექტებზე. იმიტომ რომ ერთ-ერთი შედარებით მაღალი რისკის მატარებელი ობიექტები არიან, იმიტომ რომ იქ სარდება სურსათი, რომელიც მომხმარებლებისთვის პირდაპირ მიეწოდება მომხმარებელს და სწორედ ესეთი ობიექტები მოწოდებიან კიდე ხშირად. უფრო ხშირად. ყველაზე დიდი დარღვევა ეს არის ბაქტერიული დაავადებები, როგორც არის სალმონელა და სალმონელოზის შემთხვევები, რომელიც დაფიქსირდა წელიწადში რამდენიმე ფაქტი მაინც არსებობს ხოლმე. ეს პირველ რიგში ამის წყარო არის თვითონ ინგრედიენტი, რომელიც დაბინძურებული არის, შემდეგ ამ ინგრედიენტიდან ხდება ჯვარედინი დაბინძურება და სხვადასხვა ინგრედიენტის თვითონ ზედაპირების დაბინძურება და შემდეგ უკვე თერმულად არ ხდება სწორი დამუშავება, იმიტომ რომ სწორი თერმული დამუშავების შემთხვევაში ნებისმიერი პათოგენური მიკროორგანიზმი, რომელსაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მოტანა შეუძლია, უნდა იქნას განადგურებული. ანუ ეს აქ არის ყველაზე ასე ვთქვათ ერთ-ერთი ისეთი მიმართულება, სადაც კიდე ხშირი ჯარიმები ხდება და არის კიდევ ისეთი მიმართულება, რომელიც ვერ კონტროლდება, ეს არის გარევაჭრობა, რომელიც ყველაზე დიდი რისკის მატარებელი ასე ვთქვათ მიმართულება არის. პასუხისმგებლობა არ უნდა შეიძლება. პირველ რიგში ეს არის მომხმარებლის პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ეს ვერ კონტროლდება და მომხმარებელმა თვითონ არ უნდა შეიძინოს მსგავსი პროდუქტი. როდესაც ხორცს და ძის პროდუქტებს შენახოს ტემპერატურა აქვს +4, +6 გრადუსი და აუცილებლად სჭირდება მას 300-მდე დანადგარი. არ შეიძლება იყიდებოდეს ქუჩაში, არ შეიძლება იყიდებოდეს ახდილი საბარგულიდან, გზის პირას და ასე შემდეგ. ყველაზე დიდი რისკი არის აქ და ეს ამ რისკის აღმოფხვრა შეუძლია მომხმარებელს თუ ესეთი ადგილებიდან აღარ შეიძინონ ხორცს და მსგავს პროდუქტებს. აი შეიძლება სხვა რაღაც შეიძინო, ხილი შეიძინო, ესაც რა თქმა უნდა შეიძლება გზის პირზე დალაგებული ხილის ბოსტნეული შეძენა, მაგრამ აი განსაკუთრებით ხორცი და ძის პროდუქტები კატეგორიულად არ შეიძლება, იმიტომ რომ მაღალი რისკის მატარებელია. რაც არ უნდა ჯანსაღად იყოს ეს ცხოველი გაზრდილი, რაც არ უნდა კარგი იყოს, ხო, როდესაც გზის პირზე დევს 40 გრადუსს და 30 გრადუსს სიცხეში აბსოლუტურად ყველანაირ დადებით თვისებას კარგავს და იძენს იმ ცუდ თვისებებს, რაც არის მაგალითად ბაქტერიების გამრავლება, გაფუჭება და შემდეგ უკვე ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება. თვითონ მომხმარებელს ეს დავამატებ, თვითონ მომხმარებელიც აი ბოლო წლებთან შედარებით გაიზარდა, უფრო მომთხოვნი გახდა და უფრო ასე ვთქვათ აქცევს ყურადღებას ვიდრე ადრე და ეს კარგის მანიშნებელია, იმიტომ რომ თვითონ მომხმარებელიც არის ჩართული ზუსტად ამ პროცესებში, რომელიც როლიც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია.
რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პირდაპირ აისახება ეს ჩვენს ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ერთგვარი შეჯამება რომ გავაკეთოთ. აუცილებელია რომ მომხმარებელიც იყოს ჩართული, მომხმარებელსაც აქვს თავისი პასუხისმგებლობა და ასევე დაინტერესებული პირებისთვის სურსათ ეროვნულ სააგენტოს აქვს თავისი ვებგვერდი, სადაც შემოწმების შედეგად როდის რა შეამოწმა და რა დარღვევები გამოვლინდა, ამ ინფორმაციას მუდმივად აქვეყნებს ხოლმე, ვისაც აინტერესებს შეუძლია გაეცნოს, იმიტომ რომ დარღვევები ფიქსირდება სამწუხაროდ, თუმცა როგორც მე თვალყურს ვადევნებ, ეს დინამიკა არის დადებითი. მაგალითად, თუ რაღაცა გასული 7 წლის წინ იყო რაღაცა რაოდენობის დარღვევა, მომდევნო წელს უფრო ნაკლები იყო და ყოველწლიურად უმჯობესდება და ეს რა თქმა უნდა არის კარგი, თუმცა პრობლემები მაინც დღის წესრიგში დგას და ჩემი სუბიექტური მომხმარებლის სუბიექტური აზრი და რჩევა არის ის, რომ პროდუქტი, რომელიც არ არის კარგი, ჯერ ვაცნობოთ აუცილებლად უნდა ამის შესახებ რაღაც თუ არ მოგწონს სურსათ ეროვნულ სააგენტოს და თუ რაღაც დარღვევა გამოვლინდება, ამაზე ჯარიმაზე უკეთესი პასუხი ყოველთვის არის მოკლევადიანი ბოიკოტი, რომ კომპანიამ ნახოს დიდი ზარალი და ეს მაგალითი იყოს სხვა კომპანიებისთვის. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. აქვე შევახსენებ ჩვენს მსმენელს, რომ დღევანდელ გადაცემას სტუმრობდა ირაკლი არაპული, სურსათის უბნებლობის სპეციალისტი და აქვე კიდევ ერთხელ დამშვიდობებამდე ხაზს გაუსვა, რომ ის არ არის სახელმწიფოს წარმომადგენელი და მოუკიდებელი ექსპერტია. მადლობა კიდევ ერთხელ და მე მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით.